Kalma, bრძენს კითხა. Რატომ არის რომ ადამიანები ცხოვრებაში ძალიან დიდხანს ძალიან ბევრ რამეს ითვლიან? ბრძენმა უამბო ერთი პატარა იგავი. მან თვალს ეჩინა და წაჩვენა ამ იგავის შინაარსი და აიღო ქვაბი, ჩასხა შიგნით წყალი, ჩაგდო ბაყაყი და შემოდგა ცეცხლზე. სანამ ცივი წყალი ბაყაყი სიამოვნებით დანავარდობდა ქვაბში და პრობლემას მას არაფერი გარემო პირობებიდან არ ჰქრიდა. ნელ-ნელა უმატა ცეცხლს ბრძენმა და თქვენ წარმოიდგინეთ ბაყაყი აღარ დანავარდობდა, თუმცა არც ამოხტომას ლამობდა ცხელი და რიგ შემთხვევაში გავარვარებული ქვაბიანი წყლიდან. როდესაც გარკვეულ პიკს მიაღწია უკვე წყლის ტემპერატურამ და პრაქტიკულად ბაყაყის სიცოცხლის საფრთხე დადგა, მაშინ გადმოიღო ქვაბი ბრძენმა და ბაყაყი მდინარეში გაუშვა. შემდეგ ქალს მიმართა კითხვით, როგორ ფიქრობ, რატომ არ სცადა ბაყაყმა ადუღებული აუტანელი ტემპერატურის მქონე წყლიანი ქვაბიდან ამოხტომა? რატომ იყო რომ ის სიმწყალში მშვიდად და მილად დანავარდებდა, დაცუმავდა და იყო განცხრომაში, ხოლო შემდგომ, როდესაც ტემპერატურა მოვემატა, მან არ სცადა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ქალს სამწუხაროდ პასუხი არ ჰქონდა, აქეთ იყო მოსული კითხვები ბრძენთან. მაშინ ბრძენმა განაგრძო თავისი მსჯელობა და ამ რიტორიკულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა. საქმე იმაშია, რომ ის ცვლილება, რომლითაც წყალი თბებოდა და ბაყაყისთვის უჩვეულო გარემოს, ძალადობრივ გარემოს, მიუღებელ გარემოს ქმნიდა, სწრაფად არ მოხდარა. ეს ძალიან ნელა და ეტაპობრივად მოხდა. ისე ბაყაყმა ეს აღიქვა როგორც მისთვის ჩვეული გარემო, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია აქ. ის არ მოხდა ცალსახად, არ დააღწია თავი ამ გარემოს, რადგან როგორც ბრძენმა აღნიშნა, უკვე მისთვის ჩვეული გარემოს იერსახეს წარმოადგენდა ეს, თუმცა ის ისე აღარ დანავარდებდა იმ ადუღებულ წყალში, როგორც ამას ცივ და მისთვის მისაღებ გარემოში აკეთებდა. მას დაკარგა საკუთარი თავი, დაკარგა საკუთარი სურვილები, შესაძლებლობები და მისწრაფებები, რადგან ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა გარემო პირობების სახით, მის გარშემო არ იყო მკვეთრი, არ იყო სწრაფი, არ იყო ხელშესახები და რა თქმა უნდა ადამიანურ დონეზე ემოციური. დასკვნად სწორედ ეს არის. ის რაც ჩვენს ცხოვრებაში მდორედ მიმდინარეობს, ჭაობად გარდაიქმნება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომელიც ძალიან ნელა, დოზირებულად და ეტაპობრივად აწვდის ადამიანს ამ მდგომარეობას, რომელსაც შემდგომ ის ჩვეულ გარემოს უწოდებს და სამწუხაროდ არა თვითონ აპროტესტებს, არამედ თავად ერგება ამ მდგომარეობას. მიგირჩევთ რაღაც გარკვეულ ეტაპზე თქვენი ცხოვრების შევძლოთ თითოეულმა ადამიანმა, მოჩერდეთ და არა თუ მხოლოდ მოქმედ პირებად საკუთარ თავი ჩვენსავე სიცოცხლეში, არამედ დამკვირვებლებად. თუ კი ჩვენ სულ ერთი წამით მაინც რუტინაში ჩაბმულები შევჩერდებით, აუცილებლად იმაზე მძაფრად დავინახავთ ჩვენს არსებულ რეალობას, ვიდრე ეს შეიძლება ნებისმიერი ქარტეხილისა თუ ქარბორბალოს დროს მოხდეს. ასე რომ
დაუკვირდით ჩვენს ცხოვრებას და არ ვიყოთ ჩათვლებული იმ ყოფაში, სადაც ჩვენ თავადვე ხდებით უძლოვნი, უსულონი და უსიცოცხლონი. ბედნიერ წარმატებულ სიცოცხლით